პირველი ზღუდე ჩვენი ციხესიმაგრისა, რომელიც გვიცავს ჩვენ, ეს არის ეგრეთ წოდებული აურა. ალბათ ყველას გაიგეთ რა არის აურა. გაიგეთ სიტყვა აურა. აურა არ ნიშნავს მარტო თავზე გადატარებულ ნათელს. აურა მთლიანად აქვს ადამიანს, თავის გარშემო და იგი არის პირველი დაცვა იმ პარაზიტული ემოციური სამყაროსი, რომელიც თქვათ გარს გვაყრია ჩვენ. შეიძლება ამაში გავაერთიანოთ პლანეტებიც კი, პლანეტებიდანაც ხანდახან მოდის უარყოფითი ემოცია და როცა ჩვენი აურა არ არის ძლიერი, იგი შეიძლება გაირღვეს, ანუ პირველი პოზიცია დათმოს სხეულმა და შემოვიდეს პარაზიტული ენერგია, ან ის უარყოფითი ენერგია შემოვიდეს პარაზიტის სახით. ამიტომ არის რომ როცა ადამიანი ვარჯიშობს იოგას და ვარჯიშობს მას თქვათ პროფესიონალი მასწავლებელისგან, რომელმაც შესაბამისად იცის ასე თუ ისე მისი კონსტიტუცია, იცნობს აირვედას, იცნობს ასანების და პრანაიამების მეთოდებს, ანუ მისი აი ამ მოვარჯიშის აურა ნელ-ნელა მთლიანდება. ანუ იოგას ერთ-ერთი მიზანი არის, ჭეშმარიტ იოგას მიზანი არის ის გახლეჩილი აურის, იმ გახლეჩილი აურის გამთლიანება, რომელიც თურთა ვითარებაში ჩვენ დაგვეყვა. მეორე ესე იგი სანგარი, ესე ვთქვათ, რომ თქვენ დაცვა ჩვენი პიროვნებისა, ეს არის კუჭნაძღავის სისტემა. იმ შემთხვევაში თუ კუჭნაძღავის სისტემა გაირგვა, უკვე გამოჩნდება უფრო მძიმე დაავადებები, ვიდრე ეს იყო აურის გარღვევის შემთხვევაში. იმიტომ რომ კუჭნაძღავის გარღვევის დროს საკვების გადამუშავება მთლიანად ვეღარ ხდება. გადამუშავებული საკვები გროვდება შხამების სახით, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ამას, აიროდა უწოდებს მას ამას, ეს არის შხამი. და ის პარაზიტები, რომლებიც ასე თუ ისე მოხვდნენ ჩვენ სხეულში, იკვებებიან აი ამ შხამებით. და მესამე ეს არის იმუნური სისტემა, რომელიც მოთავსებული არის ძვლის ტვინის კიდევ უფრო შიგნით. აი ამ შემთხვევაში თუ იმუნური სისტემა, ანუ რეპროდუქციული ორგანო, რეპროდუქციული ქსოვილი განიცდის უკვე ნაკლებობას, ჩვენი სხეული ნელ-ნელა წარმოგვისკენ. აი აქ ჩასახლებული პარაზიტი ძალიან ძნელი გამოსადებია. ძალიან ძნელი სამკურნალოა უკვე, როცა იმუნიტეტი შეჭრულია ადამიანს მისი გამოყვანა, მაგრამ არ უნდა გვაძლევს ძალიან ბევრ მეთოდს იმისათვის, რომ ნელ-ნელა აქედანაც იყოს განდევნილი ეს დაავადება პარაზიტის სახით. რა მეთოდებია ეს? აიროდა იყენებს ფსიქოთერაპიას. ფსიქოთერაპიას არ გეგმავთ დღეს, რომ ფსიქოთერაპევტები დგანან და ადამიანებს თავს უშტერებენ, რომ თვითონ იციან რაღაცეები და რომ საერთოდ ატყუარები არიან, მე ვიტყვი პირდაპირ ამას შემიძლია ვთქვა. შემდეგ იყენებს დიეტოთერაპიას, რომ ასწავლის ადამიანს თავის კონსტიტუციური ბუნების გაგებას და შესაბამისად უნიშნავს მას საკვებს, რომელიც ასწორებს ნელ-ნელა იმ დოშას, რომელიც დაირღვა. შემდეგ ფიტოთერაპია, ეს არის მცენარეული წამლებით მკურნალობა. მცენარეს აქვს უნარი ჩაერთოს უფრო მეტად გარე სამყაროსთან, იმიტომ რომ იგი გარე სამყაროთი ცხოვრობს და იგი არ აშორებს არაფერს. ამიტომ ჩვენ გვაძლევს გამოსწორებად საშუალებას, არავის არ ეგონოს, რომ მცენარე შემოვა და ის რაღაც ტაბლეტის სახით იმუშავებს, არა. იგი რთავს იმ კანალს, იმ აკს, რომელთანაც გავწყვეტეთ კავშირი გარე სამყაროსთან და ერთთან. შემდეგ კოლოროთერაპია, ეს არის ფერით მკურნალობა, არსებობს 7 ფერი, იცით ეს სარკმლის ფერებია, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, რუჯიგისფერი, ეს არის ჩვენი ჩაკრების ფერები, რომელიც მოდის ქვევიდან და დისევით.
როცა ჩვენ მაგალითად ვუყურებთ ლურჯ ფერს, შინით ჩვენ აღვეძრება წითელი ფერი, იმიტომ რომ ჩვენი ბუნება არის წონასწორობისკენ მიდრეკილი, თუ ჩვენ არ დავარღვევთ მათ ძალით. ამიტომ ლურჯი ფერი ეს არის ჩამაქრობილი ფერი, მცივი ფერია. შეიძლება გაგონილი გაქვთ ალბათ ანდრე, თუმცა წითელა ყვაყურა ბატონები და რაღაც ბატონები იქნება უფრო წითელას ახასიათებდეს და წითელ ფერს ჩამოუკიდებდნენ ხოლმე ესე ბავშვებს, ბებიები, რატომ? წითელას ახასიათებს სიცხე, მაღალი ტემპერატურა და წითლის შეხედვის შედეგად ბავშვი შინით აღიძრებოდა ლურჯი ფერი და ეს მას შინაგანად აციებდა. ესე იგი კოლოროთერაპია ვახსენეთ, შემდეგ არომათერაპია, ეს არის ერთგვარი ნერსუნელებები, სხვადასხვა ყვავილებისგან, სხვადასხვა მცენარისგან გაკეთებული ნერსუნელება, რომელსაც აღიქვამს ყნოსვის ორგანოწყვილი და იგი აი ამ ყნოსვის რეცეპტორების შესრულებით გადაეცემა ნერვულ სისტემას და ნერვული სისტემა უკვე ჩაერთობა რაღაც გემოთი აი ამ დაავადების გამოსწორებაში. შემდეგ აუროთერაპია, ეს არის მუსიკა, მუსიკით მკურნალობა, არსებობს სხვადასხვა დონის მუსიკები, ახლა მილაპარაკე ჩვენ ამ დონებზე, მაგრამ გამოკვეთილად ვისაუბრებთ ახლა, ეს არის სხვადასხვა განწყობილების მუსიკა, შეიძლება განწყობილება საკვებსაც ჰქონდეს და ყველა საკვებს თავის განწყობილება აქვს. ეს განწყობილებაც არის სამი, ეს არის სათნოების განწყობილება, ეს არის გნების განწყობილება, ეს არის უმეცრების განწყობილება. თუ ჩვენ უსმენთ უმეცრების განწყობილების მუსიკა, ჩვენში შემოდის უმეცრება, თუ ჩვენ უსმენთ ნების განწყობილების მუსიკა, შემოდის ნება და თუ ჩვენ უსმენთ სათნოების განწყობილების მუსიკა, შემოდის სათნოების განწყობილება. და ეს სათნოების განწყობილება ნელ-ნელა კურნავს იმ განწყობილებით უკვე იმ დაავადებას, რომელიც ჩვენშია შემოსული. შემდეგ ძვირფასი ქვებით კურნალობა. ძვირფას ქვებს აქვს თავის ენერგეტიკა. სხვადასხვა ძვირფას ქვებს აქვს თავის ენერგეტიკა. ზოგი არის თავის ბუნებით ცხელი, ზოგი არის თავის ბუნებით ცივი, ზოგი არის თავის ბუნებით გამჭოლი, ზოგი არის თავის ბუნებით რბილი. აი ამ თავისი ბუნებრიობით ეს დაყოფილია ფეროდაში და აი ეს ქვა თავისებურად ახდენს ჩვენზე გავლენას. შემდეგ მეტალოთერაპია, მეტალებითი კურნალობა, სხვადასხვა მეტალს გააჩნია სხვადასხვა თვისება და აი ამ მეტალების დამზადებული წამლები ძალიან დიდ გავლენას ახდენს, როცა შემოდის ჩვენში. შემოაქვს რაღაც განწყობილები და ამ განწყობილებით შემდეგ უკვე იმ განწყობილებას ვერ ეგუება ის პარაზიტი, რომელიც დაავადების სახით არის ჩვენ შემოსული და გადის უკან, იძულებული გავიდეს. შემდეგ იანტროთერაპია. არსებობს ერთგვარი ნახატები, იანტრები ქვია მას, მას ეყურებით, სხვადასხვა იანტრებს ეყურებით, ჩვენში შემოდის ის ძალხაზები, ის ხაზების გრაფიკა და საინტერესო მომენტია, ჩვენში არსებული გრაფიკა, რომელიც დარღვეულია ამ დროს, რაღაც მომენტში, აი განსაკუთრებული გრაფიკა ამას აღიქვამს, ესე იგი ჩვენი თვალი და ნელ-ნელა ერთიანდება შიგნით. მანტრათერაპია, მან ნიშნავს სანსკრიტზე ჭკუას, ტრა ნიშნავს განთავისუფლებას. არსებობს სხვადასხვა მანტრები, რომელიც სხვადასხვა ორგანოსთვის არის დამახასიათებელი და მაგალითად თქვით სხვა მანტრა ჭირდება, გულს სხვა მანტრა ჭირდება, იმისათვის რომ ნელ-ნელა გამოვიდეს იქიდან დაავადება, ეს მანტრათერაპია. იოგათერაპია, რაც ახლა ვახსენეთ, ეს არის სამკურნალო იოგა, რომელიც მოიცავს სწორ სუნთქვას, სწორი სუნთქვის სწავლებას, სწორ ასანების გაკეთებას, ანუ პოზების გაკეთებას, პრანაიამებს, ეს არის პრანა ნიშნავს ენერგიას და პრანაიამა ნიშნავს აი ამ ენერგიების სწორად მიმართვას რომელიღაც ორგანოში. აი ამდენი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული სამკურნალო საშუალებები ახასიათებს აეროდას. შემდეგ ცურვა.
ცხენით მკურნალობა. ყველა ცხოვრებას აქვს თავისი ენერგეტიკა. მაგალითად, კატას სხვა ენერგეტიკა აქვს, ძაღლს სხვა ენერგეტიკა აქვს. მუხას სხვა ენერგეტიკა აქვს, მცენარეებს შორის რაც გასხვებული არის ენერგეტიკულად, მაგალითად, ფიჭს სხვა ენერგეტიკა აქვს. ამიტომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს მოიცავს სამკურნალო საშუალებათა აიროდი და თუ ჩვენ გვინდა რომ ჰარმონიულად ვიცხოვროთ გარე სამყაროსთან, გარე ბუნებასთან და არ ვიყოთ გიმოსუჯადი აი ამ დიდ სამყაროში, რასაც ბუნება ქვია. ცოტა რამ იმ გუნებზე რაც ახლა თქვით სხვადასხვა საკვები არის სხვადასხვა გუნაში. ანუ ახლა მასე ჩვენ სამი გუნა სათნოება, ბუნება, უმეცრება. თუ სათნოების გუნის საკვებს არ მიიღებს ადამიანი, მასში ყოველთვის შემოდის დაავადება. სათნოების გუნის საკვებს ეკუთვნის ხილი, ოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლეული, რძე, რძესნაწარმი, თაბლი. ბუნებისა და უმეცრების გუნებს ეკუთვნის ხორცი, თევზი, კვერცხი, ხახვი, ნიორი, სოკო, ყავა, ან კოფეინის შემცველი ყველანაირი საკვები, ძველი საკვები, გაფუჭებული საკვები და მათი მიღება არ შეიძლება. ახლა შევეხეთ აი ამ საკვებს იგივე დღესდღეობით ეგრეთ წოდებული სწრაფი მომზადების საკვები წარმოადგენს რაჯასა და ტამაგუნას საკვებს, ამიტომ გიჩვენებთ რომ მათი მიღებისგან თავი შეგავთ. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა მიიღოს საკვები და იგი გემოში იყოს კარგი, მაგრამ მას საკვების მიერი თვისება არ ქონდეს ისეთი რომ იქიდან მას ხელმა ააწყოს ის უჯრედი, რომელსაც ჯანმრთელობა ქვია. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებს, როგორც თქვით ახლა და ეცადოთ რომ ჯერ გავიგოთ ჩვენი კონსტიტუცია, შემდეგ მივიღოთ ის საკვები, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში შეესაბამება. რაც შეეხება ხორცს, ეს არის ხორცი აღარ ითქვა, ხორცი არის როცა აი ამ სხეულში ზუგდავი ელემენტი რონინებს, რასაც სული ქვია. ის რასაც უკვე რასაც დღეს ხორცს ეძახიან, ეს არის უკვე გვამი, ლეში, გვამი, რომელშიც სული აღარ. ეს არის სისხლისა და თესლის ერთობლიობა, რომელიც მიიღება იმის გამო, რომ ვიღაცას ვიღაცა არ უყვარს. ესე იგი კლავ, სიკვდილი ხოლმე სიყვარულის ნაკლებობა, სიკვდილი როცა მოდის, ესე იგი ვიღაცას კლავ არ იყვარს და ამიტომ კლავ მას. ეს აღარ არის უკვე იმ ჰარმონიულობის დაცვა, რომელისგანაც ჩვენ გვიძგებს დედა ბუნება. როცა ბუნება ჩვენ გვესაუბრება თავისი ენით, ან როცა ჩვენ არ გვესმის მისი ბუნება და გვესაუბრება ადამიანის ენით, მივხვდეთ იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებით ერთმანეთისგან, რაღაცას საერთოს გვაქვს ერთმანეთის, ისე რომ იმ საერთოში ურთიერთობთ ერთმანეთთან. როცა ჩვენ არ გვესმის დედაბუნების გამოძახილის, ის იძულებულია გვაიძულოს აი ამ დაავადების სახით, რომ რაღაც სწორი ნაბიჯი გადავხადოთ. და გამომდინარე, აქედან თუ შეხედათ დაავადებას, ეს არის ერთგვარი წამალი იმ გამოსასწორებლად, იმის გამოსასწორებლად, რაც ჩვენ დავუშვათ წინა ცხოვრებებში ან დღევანდელ ცხოვრებებში. მე ხშირად მიყვარს ხოლმე ამის გამოთქვა, რომ დაავადება ეს არის ჩვენი სხეულის არასწორი ექსპლუატაციის შედეგი. ანუ ჩვენ დავიწყეთ სხეულის ექსპლუატაცია. ადამიანი მიეჩვია შულისა და ბოროტების გამო ვიღაცის ექსპლუატაციას და პირველ რიგში იგი თავის თავს უწევს ექსპლუატაციას. როცა აი ეს ექსპლუატაცია აღარ იქნება და ჩვენ მივანდოთ დედაბუნებას ჩვენს სხეულს და ჩვენს ურთიერთობებში ვიქნებით ჰარმონიულები,
ნელ-ნელა ჩვენი დაავადებები ამ სხეულთან დაავადებას და ჯანმრთელობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ იყიდი ვერანაირი მქონებით, ხო? ძალიან ბევრი მილიარდელია გარდაცვლილი ძალიან მძიმე დაავადებით, ვერ იყიდეს და ჯანმრთელობას ვერ იყიდი და ვერ გაცვლი ვერანაირ რამეზე. თაც რო კონდეს ოქროს და არანაირ გადაცვლის ჯანმრთელობას. ჯანმრთელობას ვერ მოიპარავ. ჯანმრთელობა ეს არის საჩუქარი. დედამონების და ღმერთის. ამიტომ აი ამ საჩუქარს უნდა გავუფრთხილდეთ ძალიან და მოვუფრთხილდეთ ასე თქვა და თუ საშუალება გვაქვს ვასწავლოთ სხვასაც რომ მიიღოს ის საჩუქარი თქვა დედამონებისგან. რამდენიმე სიტყვა მინდა თქვა კოფეინის შესახებ, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი მოიხმარს კოფეინიან საკვებს, ეს არის ყავა, ჩაი, შოკოლადი, კაკაოც შემადგენელი ნაწილია. კოფეინი ეს არის სტიმულატორი, რომელიც იძლევა იმაზე მეტ სტიმულს, რაც ადამიანს სჭირდება და ნელ-ნელა ფიტავს ორგანიზმს. ეს არის ფარისებრი ყვავილი, გული, შემდეგ მთელი ორგანოები, იგი ხელს უჩნის კუჭნაძრავში შეწოვის პროცესს და ძალიან სწორად მინდა გაიგოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ კუჭნაძრავი ვეღარ მუშაობს და არ შეიწოვს იმ საკვებს, რაც სჭირდება ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ასაგებად, ნელ-ნელა ეს საკვები გადადის შხამად, აი მაგალითად არცის დალებაც მაგალითად შუადღე არ შეიძლება, იმიტომ რომ 9 საათი, 8 საათი კუჭია და იგი შემდეგ მოუნელებლობის პროცესში გადაიქცევა შხამად, ამიტომ წეს გვიჩერებს აიროდა რომ მეიღოთ საღამოს 9 საათზე და აუცილებლად უნდა იყოს იგი დამუშავებული იმით რომ არ დააბრუნოს ლორწო, ეს ლორწო არის ერთგვარი შხამი. 9 საათიდან იგი ნელ-ნელა აი ამ კუჭში დევს და ნელ-ნელა მუშავდება და ჭკუა რომელიც ჩახედავს ღამე აი ამ კუჭს და ნახავს რომ მასში არის რძე, ნელ-ნელა მშვიდდება. ამიტომ რძეს იყენებენ დამამშვიდებელ საშუალებად, ვისაც საშუალება გაქვთ რძის დალევის და ენაზე არ გიჩნდებათ ნალექი, თუმცა ნახავ ნალექი გაქვს, ანუ რძე უნდა გააკეთო. კარგია, როცა ადამიანი ყოველთვის აკონტროლებს გამონაყოფს შხამების საწესარი განავალი და შარდი. თუ განავალი არის გაუფორმებელი, არის მასში ბევრი გადაუმუშავებელი საკვები, არის ბევრი ლორწო, შარდი არის მუქი ფერის, აუცილებლად უნდა გავცეთ ყურადღება და გავდეხოთ კანკაში რომ რაღაც არ არის სწორად ჩვენში. ისევე ენაც, როცა ენაზე არის ნადები, ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭნაძრავის ტრაქტი ვერ ამუშავებს იმ საკვებს, რასაც ჩვენ ვღებულობთ, ან არასწორად ვღებულობთ საკვებს, ანუ გადარღვეულია კუჭნაძრავის ტრაქტის მუშაობა და ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ამ სამოსავლო.